Საამან 4 იანვარს ეს არის თარიღი, როდესაც სალომე ზურაბიშვილი საკუთარი მომდევნო ნაბიჯის შესახებ გამოაცხადებს. ცნობილია ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახლა ამზადებს იმ ახალ ოფისს, იმ ახალ რეზიდენციას, საიდანაც უკვე ითანამშრომლებს ხალხთან ისაუბრებს საზოგადოებასთან, ასევე აქტიური შეხვედრები ექნება ოპოზიციასთან, ბიზნეს წრეებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. ეს პირდაპირ თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, მას საკუთარი გეგმების შესახებ დღეს უნდა ესაუბრა, თუმცა ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი ყველაფერი, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ხვალ სალომე ზურაბიშვილი ზუსტად იქ იქნება, საიდანაც ახლა მათ შორის ჩვენ გერთვებით გადაკეტილი რუსთაველის გამზირიდან დედაქალაქის მთავარ გამზირს ხვალ ქართველი ხალხი დაიკავებს და ჯადოსნური საპროტესტო ახალი წლის ღამისთვის ემზადება ყველა მომიტინგე, რომელიც აქ იყო იმ 33 ღამის განმავლობაში, რა პროტესტიც ჩვენ უკვე ვიხილეთ, დღეს სწორედ 33 ღამეა და ხედავთ, რომ რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია, ხედავთ თქვენ ადამიანებს აქ საქართველოს დროშებით ადამიანები დომინირებენ, იმიტომ რომ მთავარ საპროტესტო ატრიბუტად სწორედ ეროვნული სიმბოლიკა იქცა ძალიან გასაგები და ობიექტური მიზეზების გამო, იმიტომ რომ აქ ყველა პატრიოტული სულისკვეთებით დგას და ყველა ახსენებს საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, სინამდვილეში სად გადის ეროვნული ინტერესი, სინამდვილეში რა არის პრაგმატული პოლიტიკა და ასევე რუსულ რეჟიმს ახსენებენ ყველა იმ მოღალატეობრივ ნაბიჯს, რომლის ავტორიც რუსი ივანიშვილის გადაწყვეტილებით ამ პოლიტიკური გუნდის თითოეული ვასალი არის. მოკლედ მუხტი არ იკლებს, ეს ფაქტია და რაც არ უნდა რეპრესიული მექანიზმები აამოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის პასუხი ყოველთვის არის სიმრავლე და ყოველთვის არის ერთიანობა. სხვათა შორის 12 წლის, მე-13 წლის თავზე თუ რაიმე დამსახურება შეიძლება კონდეს რუსულ ოცნებას, ეს ნამდვილად არის ქართული ერის, ქართველი ხალხის გაერთიანება და ამ ნაწილში მგონი ყველა თანხმდება, იმიტომ რომ ხალხი არის ერთსულოვანი იმაში, თუ რისთვის იბრძვის და ეს თუ მიღწევად შეგვიძლია ჩავთვალოთ ქართულმა ოცნებამ, ეს შეძლო რომ ყველა გაერთიანა. ვნახოთ დათო გორგილაძე თუ დამეთანხმება, დათოსთან გავაგრძელებ ახლა საუბარს. მე სხვა მიღწევა ვერ დავინახე, ვერ დავითვალე, მაგრამ აი ის რომ ხალხი ერთიანია და ყველა საქართველოს სადარაჯოზე დგას მინუს რუსული ოცნებისა, მე მგონი ეს სწორედ ამ რუსული ოცნების მოღალატეობრივი ნაბიჯების დამსახურებაა და ეს არის ერთადერთი მიღწევა. თქვენ რას ფიქრობთ? მოგესალმებით, მე მგონი უდაოდ ეგრეა, იმიტომ რომ არ ვიცი, ცოტა მათ ენაზე რო ვთქვათ, ყაველაშვილის ენაზე რო ვთქვათ, ქართულ ოცნებამ გაუჩალიჩა საკუთარ თავს ის რაც ხდება ახლა საქართველოში. იცით რა ადრე ვიფიქრებდი რომ დავიჯერებ რომ თქვენ ყაველაშვილის ენაზე საუბრობთ. არა, ხანდახან საჭიროა ხოლმე, ვიღაც ხო უნდა გააგებინო მათ. მე მგონია რომ თუ კი ქართულ ოცნებას ჰქონდა იმის იმედი რომ დრო მისასარგებლოდ მუშაობდა პროტესტის პირველ დღეებში, ახლა ყველაფერი არის შემოbrunებული, იმიტომ რომ ამ პროტესტმა აიღო ისეთი გეზი და შეიძინა ისეთი ფორმა და ხასიათი და მნიშვნელობა, რომ ამ ხალხს გულს ვერაფერი ვეღარ მოუბრუნებს ქართული ოცნების სასარგებლოდ, ეს უბრალოდ შეუძლებელია, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა დაინახეს ის საფრთხე, რომლის წინაშეც დგას. პრინციპში ერთი ზღუდია რა, აი ეს ხალხი არის ქვეყნის საბოლოო დაკარგვამდე ქართულ ოცნებასა და რუსეთს შორის ეს ხალხი. თუ კი ეს ხალხი მოიშლება და დარწმუნებულია რომ არ მოიშლება, მაშინ ჩვენ პირდაპირ მნიშვნელობით ჩავაბარდებით რუსეთს და თუ შეგვიძლია რომ წყალებში ეს დამსახურებად ჩაუთვალოთ ქართულ ოცნებას, კი, ნამდვილად უნდა ჩაუთვალოთ, იმიტომ რომ ესეთი გაერთიანებული ერთი მიზნისკენ შეკრული საქართველო მე ბოლოს როდის მახსოვს არც ვიცი. აი დაახლოებით ისეთი მდგომარეობა, რაზეც მერაბ კოსტავა ლაპარაკობდა თავის დროზე, რომ როდესაც ჩვენ ხედავთ, ეს ერი ხედავს ძალიან მნიშვნელოვან საფრთხეს, რომ ეს ქვეყანა შეიძლება ვერ გადარჩეს და როცა ერთიანდება, აი ის მომენტია ახლა. მე კი მერაბ კოსტავა ამბობდა იმას, რომ მე ერთმანეთს დავერებით ხოლმე, მაგრამ მე მგონი რომ ეს მათ შორის ეს პროტესტი იმის წყალგამყოფიც იქნება, რომ როცა გავიმარჯვებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, მე შევეცდებით, რომ უკვე ქვეყნის აღმშენებლობაზე ვიფიქროთ და არა ერთმანეთის წინააღმდეგ წასვლაზე. ასე რომ მე მგონია, რომ ეს ყველა შემთხვევაში გამარჯვებული ბრძოლაა, დრო ყველა შემთხვევაში ჩვენ სასარგებლოდ მოქმედებს. ის რასაც ქართული ოცნება ახლა აკეთებს, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება და მე მგონი რაღაც რაციონალურად მათი ნაბიჯების შეფასება უბრალოდ შეუძლებელია. მე ვფიქრობ, რომ ფსიქიატრების საქმეა უკვე მათი ნაბიჯების შეფასება, მათი ტყუილები არის რაღაც ერთდღიანი ვარგისიანობის, ზოგჯერ უკვე დაძველებული, რასაც ამბობენ და ცხოვრობენ ტყუილიდან ტყუილამდე, ანუ ცდილობენ რომ რაღაცნაირად სული მიატანონ ტყუილიდან ტყუილამდე. მე ყაველაშვილის ეფექტზეც მინდა გკითხოთ, ალბათ დააკვირდებოდით გუშინდელ დღეს, ჩემთვის ძალიან
ბევრს ამბობდა სხეულის ენა, როგორც ყაველაშვილი იქცეოდა იმ რაღაც ღონისძიებაზე, აი პარლამენტი რომ ქვია იქ რო გაიმართა, ან როგორ ჩამოსტიროდათ სახე რუსი ივანიშვილის პოლიტიკურ ჯარისკაცებს. აი საერთოდ რა ხდებოდა გუშინ? ხო, მე მგონია რომ რაღაც ის დაბიო სპექტაკლი იყო, ცუდად დადგმული სპექტაკლი იყო. სხვანაირად ვერ შეიძლება რომ შეფასდეს, ხო, ის ყველაფერი რაც მათ გააკეთეს რაღაც დახურულ სივრცეში, იზოლირებულად რაღაც მოყვარეების გარეშე ჩაატარეს რაღაც სპექტაკლი, რომლის მთავარი გმირიც იყო, არ ვიცი, როგორ შეიძლება რომ მთავარ გმირად ეგ ადამიანი დაამტკიცო. მე მეგონი რომ მათ განათლებაც არაფერ შუაში არ არის სინამდვილეში. რა ჩვენ ვიცით ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც შეიძლება დიპლომი არ ჰქონდეს, მაგრამ მას ჰქონდეს რაღაც მორალი, რომელიც მეხამრიდია მისთვის ისეთი საშინელი რაღაცებისთვის, რაც იკადრა მიხეილ ყაველაშვილმა და რის კადრებასაც აპირებს. ანუ სინამდვილეში ეს არის, ანუ მორალურად ამაღლებული ადამიანი ცხადია უარს ეთყოდა ბიძინა ივანიშვილს იმ პოსტზე, რომელიც მას შესთავაზეს. ვიღაცები ამბობენ რომ არც უნდაო და ვინ ეკითხებოდაო, მაგრამ ყველა შემთხვევაში ხონდა მიხვდარიყო რომ ეს არ არის მისი საქმე და ეს არ არის ის პოსტი, რომელიც მას უნდა გაეკავებინა. არ ვიცი რა შეგვიძლია საცირკო წარმოდგენას შევადაროთ, შეგვიძლია ცუდ სპექტაკლს. სპექტაკლი არც მინდა რომ იმიტომ რომ სპექტაკლი კარგი რამეა და კარგი საცირკო წარმოდგენაც კარგი რამეა, მაგრამ პარლამენტის შენობაში არ უნდა იმართებოდეს. ხო, მათ სხეულის ენაზე რა ვთქვა, მე მგონი ყველას ჩამოსტიროდა სახე და ხვდებიან ალბათ წინთ კიდეც და ძალიან კარგად ხვდებიან რომ და ალბათ დამცირებულადაც გრძნობენ თავს, რომ კაციშვილი არ არის მათი ამღიარებელი და ვიღაც ფედერაციის კაცებს შეხვდნენ და ეგ უხარიათ და საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე უკვე 40 პოსტი დადეს რომ რაღაც კონფერენციას ატარებენ და თან მეწოდებიან სიმართლე გითხრათ. მადლობა და როგორ ჩანს პიროტექნიკა შემორჩა. წინა საახალწლოდ ყოველ შემთხვევაში ხმა იყო. ნახოთ მომდევნო დღეები წინ არის. აი ახლა ჩვენ ყაველაშვილზე ვსაუბრობდით, რომელსაც მეგულწრფელად არ ვიცი რა სტატუსი აქვს, თუმცა ყაველაშვილთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელსაც გავაცნობ მთავარი არხის მაყურებელს, ორბელიანების სასახლეს ამ წუთებში ახალი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტისთვის ამზადებენ. თბილსერვისის ჯგუფი არის იქ და ახალ განათებებს ამატებენ. სხვათა შორის აქ ლეგიტიმური კითხვა ჩნდება, დატოვებენ თუ არა ევროკავშირის დროშას, შესაძლოა მას შემდგომ რაც ყაველაშვილი შევა ამ შენობაში, შესაძლოა დროშა ჩამოხსნან. ამ კადრს ხედავს ახლა მაყურებელი პირდაპირ ეთერში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ როდესაც სალომე ზურაბიშვილი იყო ორბელიანების რეზიდენციაში, მუდმივად ბოლო დროს იქ იყო პრობლემები, რომლის მოგვარების ვალდებულებაც ჰქონდა, მათ შორის ასევე დედაქალაქის მერიას, თუმცა ყოველთვის თვალს ხუჭავდნენ ამ პრობლემებზე, მაგალითად გათბობა როგორ გაუთიშეს სალომე ზურაბიშვილს, ეს ალბათ გვახსოვს უამინდობის დროსაც იქ ლოკალურად პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ცდილობდნენ პრობლემის მოგვარებას, რომელიც წესით სახელმწიფოს ევალება, მაგრამ როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილს ასე სჯიდნენ წინააღმდეგობისთვის. ამ კადრებს ხედავთ, ახლა იქ მუშაობენ სპეციალისტები ხავთ მიყვანილი და ყაველაშვილისთვის ამზადებენ ამ რეზიდენციას. ლეგიტიმური კითხვაა დარჩება თუ არა იქ ევროკავშირის დროშა მას შემდგომ რაც ყაველაშვილი იქ შევა. ამას ჩვენ ძალიან მალე გავიგებთ ნამდვილად როგორ განვითარდება პროცესები, მაგრამ ის შენობა ფუნქცია დაკარგული და ლეგიტიმაცია დაკარგული რომ არის ფაქტია, იქ ვინც უნდა ის დასახლდეს და ის დაბინავდეს, მაგრამ ფაქტია რომ ლეგიტიმაცია იქ ნამდვილად არ დარჩენილა. მე გავაგზავნებ საუბარს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესზე და პროტესტზე, რომელსაც ხედავთ თქვენ კადრში პირდაპირ ეთერში. აქ ხალხი იმყოფება და რუსთაველის გამზირი არის სრულად გადაკეტილი. მოდიან პერიოდულად 2 მარშის მონაწილეები უკვე მოვიდნენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ახლაც ჩვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებიც მოემართებიან რუსთაველის გამზირის დასაწყისიდან უშუალოდ პარლამენტისკენ და ამ კადრს გაჩვენებთ ახლა პირდაპირ ეთერში რუსთაველის გამზირის დასაწყისიდან ადამიანები რომ ინაცვლებენ პარლამენტისკენ. რასაკვირველია, ჩვენ ჩავწერეთ აქ ინტერვიუები, მოვისმინეთ ყველას პოზიცია, ყველა მათგანი ამბობს რომ ახლა უმნიშვნელოვანესია პროტესტის გაგრძელება, უმნიშვნელოვანესია ერთადგომა, იმიტომ რომ ყველაფერი დროის ფაქტორზეა დამოკიდებული. გამარჯვება აუცილებლად გაფორმდება, იმიტომ რომ გამარჯვებაც ძალაც ყოველთვის მათ შორის ისტორიულად იყო ქართველი ხალხის მხარეს და ახლა ერთადერთი რამ არის დარჩენილი, ერთადერთი კითხვა, როდის დანებდება რუსული რეჟიმი, რომელიც ფაქტია რომ დასუსტებულია, რომელიც ახლა ნამდვილად ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაშია. ჩვენ შეგვიძლია აი ეს პოზიციები მოვისმინოთ ახლა პირდაპირ ეთერში.
რეჟიმი გვაჩვენებს, რომ მისთვის არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი იდგება, რას იტყვის, რას მოითხოვს, მათთვის თავების დაცვა არის მნიშვნელოვანი და ვერ ითვლის, რა თქმა უნდა, თორე რო ითვლიდეს ალბათ სხვა ზომებს მიიღებდა, მაგრამ მე მინდა ეხლა გამოთქვა აღშფოთება რაზე იცით, თუ გინდა მათი დათვლილი 1000 ადამიანი იდგეს გარეთ. ესე იგი რაღაცა არის ისე, რომ არ არის სწორი მათი მოქმედებები და არასოდეს არ გარჩენიათ სურვილი ამ ადამიანებთან გამოუსულიყვენ და ეკითხათ, აი ამიტომ არის ეს ხელისუფლება უზურპატორი, ამიტომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა არავის აზრი. შემო მთელი ცხოვრება ისხორო და ესეთ პროცესებს ვერ მოესწრო, რაც საქართველოში ხდება და მადლობა ღმერთს, რომ 12 წლიანი რუსული რეჟიმის მმართველობის შემდეგ საზოგადოება გამოცოცხლდა როგორც არასდროს და ის ერთიანი. შეუძლებელია აქ იდგე და არ იყო ამაყი იმით, რომ ქართველი ხარ. მე მინდა აი მარიონეტ და ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ვუთხრა, რომ ისინი კარგი ხანია დასრულებული არიან, იმიტომ ერთ მხარეს დგას ხალხი, ქართველი მოქალაქეები, ადამიანები, ვინც მედგრად იბრძვიან და არ კარგავენ იმედს, იმიტომ ზუსტად იციან, რომ ისინი ღირსი არიან ევროპული საქართველოს. და მეორე მხარეს არის შეშინებული, დაჩაჩანაკებული და დაპატარებებული ადამიანების ასე დავარქვევდი ხროვა. ევროპულობა ჩვენი იდენტობის ნაწილი არის და უბრალოდ არ დავთმობ და მეორე რომ სამართლებრივი სახელმწიფო არის ასევე ჩვენი იდენტობის ნაწილი. ჩვენ გვინდა იმ ტიპის სახელმწიფო, რომელიც არის იდეაში ჩვენი წარსული, გულისხმობ ჩვენ ვთქვათ, რა ვიცი, ფილოსოფიურად თერგდალეულებს და პირველ რესპუბლიკას და ის რასაც ახლა რეჟიმი გვთავაზობს, ანუ ცალსახად რუსეთს, როგორც ორიენტირად ასევე სახელმწიფოს ფორმატ, უბრალოდ არ შევეგუებით რა, რაც უნდა გაამკაცროს წესები და ამ წესებს ამკაცრებს ყოველდღიურად, ხო? მოქალაქეების პასუხი ყოველ ჯერზე არის ერთი და იგივე, რომ ჩვენ ვადაპტირდებით ამ ახალ წესებზე და ისევ ქუჩაში გამოვდივართ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ, რა სხვა გზა აღარ დაგვიტოვა უბრალოდ. სათქმელი არის ის, რომ აქ ვდგავართ ახალი წლის წინადღეა და მაინც აქ ვდგავართ, იმიტომ რომ ყველა გოზინახზე უფრო ტკბილი მაინც ის გრძნობა, როცა შენს მეგობრებთან, შენს ახლობლებთან ერთად გახარ სწორი საქმისთვის. აქ ვდგავართ, აქ ვიდგებით, ხვალაც აქ ვიდგებით და ახალ წელსაც აქ შევხვდებით და ერთად შევხვდებით უკეთეს ქვეყანას, საქართველოში უკეთესი ქვეყნის შენებას. ამას შევხვდებით ერთად. ყველაფერი მნიშვნელოვანია, მე მგონი ის, რომ ჯერ ერთი საშინელი რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვით და არ ვნებდებით მიუხედავად იმისა, რომ იყო წამება, იყო სახლებში შევარდნა, იყო რეკვები, ყველაფერი იყო, ხო, რაც კი შეიძლება და ყველაფერი გამოიყენეს და ეხლა უკვე ეს ადამიანის უფლებების დამრღვევი კანონებით შემოიღეს იმისთვის, რომ საერთოდ უფრო შეგვავიწროონ, მაგრამ ეს სასიცილოც არ ყოფნის ეს კანონები. მეორე ის არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ თვალწინ უცებ მივხვდით, რომ სამოქალაქო საზოგადოება უკვე გაჩნდა და უკვე რაღაცა სრულწლოვანი ხდება ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება. მე ვარ ქართველი სპორტული ჟურნალისტი, რომელიც იტალიაში მოღვაწეობ. მიხეილ ყაველაშვილის მაქვს წითელი ბარათი. არ ესმის ჩვენი ენა, ესმის საფეხბურთო ენა. ვარ ასევე არა მარტო ჟურნალისტი და მოქალაქე, ვარ მსაჯი. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ბატონო მიხეილ მოედანი, რადგან გაძევებული ხართ მოედნიდან მე-12 წესი დაარღვიეთ თამაშის წესების. არ გესმით ადამიანური ეს ენა, სამაგიეროდ ეს ნამდვილად გესმით. თქვენ ჩვენთვის არ არსებობთ. უნდა დატოვოთ მოედანი აუცილებლად. ძალიან მწვავეთ განვიცდიდით იქ და აგული აღარ გვიჩერდება, უბრალოდ ვეღარ ვიკავებდით თავს და ავდექით და წამოვედით. ძალიან ცხადად ჩანს, რომ ეს რაც ახლა ხდება, რასაც აკეთებს ეს ეგრეთ წოდებული მთავრობა, არის სრული აგონია. მალე უნდა დამთავრდეს რა, ყველასთვის ასე აჯობებს, მთელი ქვეყნისთვის ასე აჯობებს. აქციის მონაწილეები განაგრძობენ ერთმანეთისთვის მიმართვას, ერთმანეთს ამხნევებენ ამ ბრძოლის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან და იმეორებენ იმ ორ მოთხოვნას, რომელიც რუსული რეჟიმისთვის ძალიან კარგად გასაგებია და აუცილებლად დასაკმაყოფილებელია მათი მხრიდან. ეს არის ახალი არჩევნები, პირველი და მეორე ასევე თანაბრად მნიშვნელოვანი, ყველა უკანონო, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება იმ ახალგაზრდების, რომელთაც რუსული რეჟიმი რამდენიმე წლით სასჯელით ციხეში გასაშვებად ამზადებს. ამ მოთხოვნაში შეუვალია ქართველი ხალხი პირდაპირ ამბობენ, რომ ორივე საკმაყოფილება აუცილებელი იმისთვის, რომ ეს პროტესტი შეწყდეს და იმისთვის, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების კალაპოტს დაუბრუნდეს. ბუნებრივია დემოკრატიაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველაფერს თანხმდებით, რომ რუსულ რეჟიმთან დემოკრატია არის აბსოლუტურად შეუთავსებელი. ვაჟა გაფრინდაშვილთან გავაგრძელებ ახლა საუბარს. მოგესალმებით ბატონო ვაჟა, ვხედავთ ემიგრანტების ჯგუფს აქეთა მხარეს ქართველ ხალხს, რომელიც მუდმივად მოდიოდა ამ დღეების
განმავლობაში. ჯერჯერობით რეჟიმი უკან არიხევს, თუმცა ფაქტია, რომ ის არის დასუსტებული. მხოლოდ განცხადებების მოსმენითაც ცალსახაა თუ რა მდგომარეობა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდში. რა ხდება ქუჩაში და რა ხდება იქ, სადაც რუსული ოცნების ვითომ ლიდერები იკრიბებიან. გამარჯობათ, ნამდვილად ეს ერთი თვეა უკვე თითქმის, რაც ასეთი სიტუაცია არის რუსთაველზე და მე ვფიქრობ, რომ ეს არ დამთავრდება, სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები და თავისთავად არ განთავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი. ჩემი აზრით 26 ოქტომბრის შემდეგ მიღებული ყველა კანონის უგუალყოფა უნდა გავაკეთო. ამის თქო ერთ-ერთი მაგალითი წარმოვადგენ მე 44 წელიწადია დავდივარ ნიღბით. და გომელაური მე ვერ გადამიწყდოს ნიღაბი სადმა გავიკეთო და სადავმა გავიკეთო. მე არაფერს ფარულად არ ვაკეთებ. იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ მე ვემსახურები კეთილ საქმეს და ვემსახურები საქართველოს ევროპასკენ ინტეგრაციას. ამიტომაც თუ ამ ნიღაბში ჩემი ამოცნობა გაუჭირდებათ, პირადი ნომერი მაწერია რა და შეუძლიათ ამ ნომრით გააკეთოთ ჩემი იდენტიფიცირება. ანუ დღეს პირბადე განზრახ გაიკეთეთ მას შემდგომ რა? ეს პირბადე მიკეთია, რაც ეს კანონი მიიღეს იმის მერე და იმის მერე ეს ნომერი მაწერია. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვარ კანონ მორჩილი, მაგრამ 26 ოქტომბრის მერე მიღებულ არც ერთ კანონს არ დავიმორჩილი. დიან დიდი მადლობა ბატონო ვაჟა, ჩვენ ვაჟა გაფრინდაშვილს ვუსმენდით პირდაპირ ეთერში. ახლა გია ჯაფარიძეს ვხედავ და მასთან გადავინაცვლებ და გავაგრძელებ საუბარს. მოვისმინოთ მისი პოზიცია. ბატონო გია, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ. გავაგრძელებ თქვენთან ერთად საუბარს. აი, ხედავთ ისევ ხალხმრავლობას. ელინისტები და ელინოფილები დღეს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკის და ნეოგრეცისტიკის პროფესორა და სტუდენტები არიან აქ და ნახეთ რა მაგარი ლექციებია. აი შოქშია ალბათ ახლა იქვინძის უციგნურები. ალბათ ყაველაშვილისთვის ცალკე გაშინა არსება არა, ყაველაშვილი ვერ გაიგებს ახლა რას გაიგებს. ყაველაშვილი არისტოტელეს გაიგებს და დემოკრატიას და რანაირად გაიგებს. გითხარით ბატონო გია თქვენი განწყობა. აი ყოველდღე როდესაც რუსთაველზე მოდიხართ, ჩვენ აქ ხვდებით ერთმანეთს. აი ხალხი ყოველდღე ბრუნდება პროტესტის ეპიცენტრში. აი როგორ დასრულდება ეს პროცესი? ნახეთ, დღესთან არის 30 დეკემბერი, ხო? როგორც წესი ამ დროს ხალხი საახალწლო სამზადიშია. თან ამ თვითმარქვია ხელისუფლებამ ეს რაღაცები გამოაცხადა, რაღაც 28 კანონს ეტყობა ვიღაცას ეკავა ყაველაშვილის ფაქსიმილე და ურახუნებდნენ იმ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ რაღაც წესებს, ანტიდემოკრატიულს. ანუ დაშინების მიზნით, ხო, პირბადე არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ესა მიუხედავად ამისა ქუჩის გადაკეტვა, მიუხედავად ამისა ხო ხედავთ, მაინც რამდენი ხალხია რუსთაველის გადაკეტილი. არ ეშინია ამ ხალხს რა. ეხლა აქ იქნება ოსტრაკიზმოსის პროცედურა ძველ საბერძნეთში, ათენურ დემოკრატიაში რომ აკეთებდნენ, აქ ეხლა აი ამ პროცედურის შედეგად ჩვენ სიმბოლურად ივანიშვილს გავაძევებთ ჩვენი პოლისიდან და თქვენს გთხოვთ რომ მიიღოთ მონაწილეობა. ასე ხდებოდა, ასე მუშაობდა დემოკრატია ძველ საბერძნეთში. აი, ხედავთ, აი ჩვენი პროფესორები და სტუდენტები აკეთებენ, ვინც არ იცის, მე ვარ კლასიკური ფილოლოგია მაქვს პირველი სპეციალობა და განსაკუთრებით მიხარია რომ აი დღეს ეს მარშიც გაკეთდა. განწყობაზეც გეტყობათ ბატონო გია, დიდი მადლობა. ჩვენ გია ჯაფარი. მეგობარი ანდრო ბარნოვი, რომელიც ასევე არის კლასიკური ფილოლოგი, ახალი ბერძნული, ძველი ბერძნული, ყველაფრის თარგმნელია. აი თუ კი რამე, რა ვიცი, აი თუ კი რამე ბერძნულად გაკეთებულა, ყველაზე მაგრა ვინც იცის ეს ადამიანია. ეს ზუსტად ანდროსთან გავაგრძელებ ახლა საუბარს. სალამი. მოკედ აი ყოველდღე ხედავთ ახალ და ახალ პერფორმანსებს. ხალხი რა გზით აღარ ცდილობს, რომ უფრო მეტი გააგებინოს, უფრო მეტი შეასწავლოს რუსულ რეჟიმს. აქვს აზრი? რა თქმა უნდა აქვს აზრი. სახელმწიფო არის ხალხის ცივილიზებული არსებობის ფორმა. და ჩვენ დღეს ვართ აი ამ ფაქტის წინაშე, რომ ამ ფორმას გვართმევენ უბრალოდ, გვართმევენ უფლებას, რომ იყოს ჩამოყალიბებული საზოგადოება. და ამას ახლა თუ ჩვენ შევეგუებით, ბუნებრივი სიამოვნებით ჩაიდებენ ამ ყველაფერს ჯიბეში, სამწუხაროდ, იმიტომ რომ მათ ეს ღირებულები არ აქვთ. და ამიტომ ყველაფერი გადის ჩვენს აქტივობაზე, ადამიანების აქტივობაზე და ადამიანების აი ამ პროტესტზე, რომელსაც დღეს ჩვენ ხედავთ უწყლოდ რამდენი ხანი ქუჩაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ შეწყდება და გაგრძელდება მანამ სანამ ჩვენ არ დავიბრუნებთ ქვეყნის მართვის სადავების საზოგადოება ხელში.
ეს არის ასე, რა თქმა უნდა, აზრი აქვს კი არა, მეტი არაფერს არ აქვს ხლაზე. ძალიან დიდი მადლობა ანდრო, ჩვენ ანდრო ბარნოვს უსმენთ პირდაპირ ეთერში. ხედავთ თქვენ აქციის მონაწილეთა ნაწილს, რომელიც აი წინა მხარეს არის შეკრებილი, იქ ერთმანეთს მიმართავენ, საუბრობენ, პროტესტი რასაკვირველია გრძელდება ახლა რუსთაველის გამზირზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ვიცით რომ გზაშია, წინა საახალწლო პერიოდია ქვეყანაში, მაგრამ განწყობა პროტესტის მონაწილეებში და ქართულ ხალხში როგორიც არის, მე მგონი ეს ყოველდღე ძალიან კარგად იკითხება, ასეთი ავითარება რასაკვირველია ჩვენ მოვლენების განვითარების კვალდაკვალ დაგიბრუნდებით და გიჩვენებთ პირდაპირ ეთერის რეჟიმში კადრებს, რა მოხდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე.